კარგი საწყოა, რომელიც დადების ემოციას მოგიტანს კალმახის თევზაობისას. გამარჯობა, მე ჰუბერტი ვარ ის გუნდი. გეპატიჟებით ნახოთ მორიგი ვიდეო მასალა სერიის საწყოარების პრეზენტაციიდან. დღეს საწყოარა, რომელიც მგონია, რომ ყველაზე ნაკლებად დაფასებულია ჩვენს ასორტიმენტში ეს არის. სიპოვით ასეთ ფილებში, როგორც ყველა სხვა საწყოარას სერიიდან. ისინი ხელმისაწვდომია ამგვარ შეფუთვებში, მაგრამ ხელმისაწვდომია 18 მმ-იანი ზომით. ეს არის ყველაზე პატარა საწყოარა სერიიდან. ასეთ კილაში იპოვით ჩვენს 15 საწყოარას. ამის წყალობით რეალურად 1 კილის კიდვით შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში თევზაობა და კიდევ უფრო დიდხანსაც გეყოფათ. ისევე როგორც ყველა საწყოარა სერიიდან, ამ საწყოარასაც ნახავთ 4 სურნელის ვარიანტში, ნიორი, კრილი, ყველი და უსუნო ვერსია. 20 ეფექტური, გამოცდილი და დახვეწილი ფერი გელოდებათ ჩვენს ასორტიმენტში. მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერს გაჩვენებთ და აგიხსნით, როგორ უნდა გამოიყენოთ ნიმფა. აქ უკვე ამოღებული მაქვს ნიმფა შეფუთვიდან. სინამდვილეში კაუჩის მიმაგრების ადგილიდან მთავარ მუცელამდე, რომელიც აქ მთავრდება 18 მმ-ია დათვლილი. ყველა ფეხი და ხელები აშკარად უფრო გრძელია და სწორედ ამ თვრილმანებზეა დაფუძნებული ამ საწყოარას მთელი მუშაობა. ეს არის საწყოარა, რომლის გადატვირთვაც ნამდვილად ღირს. რას ვგულისხმობ? აქ თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 გრამიანი ან 2 გრამიანი თავები და ამის წყალობით ოდნავ ჯიგვით, ოდნავ სკაპუნით ან კესის წვერით. ნამდვილად ყველაზე ზარმაც თევზსაც კი შევაცდენთ ჩვენს წყალში თავდასხმისკენ. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც პატარა საწყოარა, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მასალა წარმოუდგენლად გამძლე და ელასტიკურია. აქ არაფერს არ აქვს უფლება დაზიანდეს თევზთან პირველივე შეხებისას. სინამდვილეში ერთი საწყოარა თავისუფლად გეყოფათ რამდენიმე თევზისთვის და ის მუდმივად ეფექტურად იმუშავებს და მიიზიდავს თევზებს შეტევისთვის. მალე გაჩვენებთ ამ საწყოარის მუშაობას, მაგრამ უპირველესად როგორ უნდა ახტუროთ იგი. აქ მაქვს ვოლფრამის თავი, საკმაოდ მძიმე, თუმცა სინამდვილეში აქ შეიძლება გაცილებით მძიმე კალიბრების გამოყენებაც. ეს იწონის დაახლოებით 1 გრამს. კაუჩი საკმაოდ მოკლეა. ვახვედრებთ მას თავიდან, ანუ იმ ადგილიდან, სადაც ეს ფეხები არ არის. ვცდილობთ, რომ კაუჩი გამოვიდეს სწორედ ჩვენი საწყოარის ბოლოში. და ნახეთ, როგორ კარგად გამოიყურება ეს. ასე გამოიყურება სწორად ახტურული საწყოარა და ამის წყალობით შეგვიძლია უფრო ეფექტურად მართოთ იგი წყალში. სხვათა შორის, თავადაც ნახეთ, როგორ იქცევა ის, თუნდაც ჩვენი ანკესის ყველაზე მსუბუქი მოძრაობისას აკვარიუმში. და როგორც ნახეთ, სწორედ ასე მუშაობს. ძალიან კარგი საწყოარაა, თუ გვინდა მართლაც წარმაც კალმახებს მივჩვდინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ზამთარია ეს, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი თუ თვითონ ზაფხული. ეს საწყოარა მართლაც მთელი იმ სეზონის განმავლობაში, როცა კალმახის დაჭერა შეიძლება ძალიან კარგად მუშაობს. თუ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ იმის შესახებ, რა კაუჩები გამოიყენოთ ან რა წონები შეარჩიოთ ამ ტიპის საწყოარაზე, აუცილებლად იწვიეთ ჩვენს ვებგვერდს. იქ ყოველთვის გელოდებათ განახლებული კატალოგი, სადაც ვწერთ და გირჩევთ არა მხოლოდ როგორ გაამზადოთ საწყოარა, ანუ რა კაუჩები და რა წონა უნდა გამოიყენოთ მაგალითაცთვის, არამედ მოკლედ ვუხსნით, როგორ შეიძლება ამ კონკრეტული საწყოარის დარება. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. თუ ასეა, აუცილებლად დაალაიქეთ ეს არხი, გამოიწერეთ, დატოვეთ კომენტარი, ასევე გეპატიჟებით ჩვენზე, ის ანგარიშზე და ზე. თუ გსურთ მეტი ასეთი მასალა, აუცილებლად შეგვატყობინეთ. აქედანვე გეპატიჟებით შემდეგი ვიდეოს სანახავად. იყავით კარგად. გამარჯობა.